დადგა თითქოს და ეს პრობლემა, რომ დედა, მამა არ იქნება სწორი ჩემგან, რომ რაღაც ამ ერთ პარტიაზე ვიქადაგო და ამბიონის პარტიის საკეთილდღეოდ გამოვიყენო. როცა ადამიანები ხო ეს ახალგაზრდები ევროპისკენ მიისწრაფვიან, მე ვერ ვიტყვი რომ ესენი ურწმუნოებიან, იმიტომ მათ შორის ბევრი არის მრევლი. ვალდებულია სასულიერო პირიც რომ გამოხატოს მან თავისი სწორი პოზიცია და როცა ხედავს ზალადობას, ერიმიდის თავისუფლებისკენ, მაგრამ როცა რაღაც აი ხელისუფლების მიმართულება მაინც ესეა რომ რაღაც რუსეთს ვერ ვამხელთ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასულიერო პირიც ვალდებულია თქვას და გააპროტესტოს თვითონ ეს პოზიციები. როცა ისმის ესეთი სიტყვები, რომ ევროპა ჩვენ გვყრნის და ევროპა ჩვენ გაგვაუბედურებს, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ევროპისგან ცუდი არაფერი მიგვიღია. ამიტომ როცა ადამიანები ხო ეს ახალგაზრდები ევროპისკენ მიისწრაფვიან, მე ვერ ვიტყვი რომ ესენი ურწმუნოებიან, იმიტომ მათ შორის ბევრი არის მრევლი, ბევრს ვიცნობ მათგან, რომლებიც ეკლესიურად, ეროვნულად აზროვნებენ და ესეთი რაღაც შეფასება ამ ახალგაზრდების, რომ ესენი არიან ურწმუნოები და ესენი რაღაც თითქოს და ეკლესიის მოწინააღმდეგეები, ესე ნამდვილად არ არის. საერთოდ ეკლესიის როლი ესე დროს, აი ახლა რო იყოს აქში და პარტიული რაღაც კამათი, ამ დროს ეკლესიის როლი, აი მაგალითად როგორც მე სასულიერო პირი, არ იქნება სწორი ჩემგან, რომ რაღაც ამ ერთ პარტიაზე ვიქადაგო და ამბიონის პარტიის საკეთილდღეოდ გამოვიყენო. მაგრამ როდესაც დგება ის დრო, როცა ერი უკვე რაღაც სხვა გზით მიდის და ჩვენს მტერს უნდა რომ ჩვენი ერი დაიმონოს, ამ დროს უკვე სასულიერო პირმა უნდა თქვას ეს რომ ეს არ არის სწორი და ესე არ შეიძლება. საერთოდ ადამიანებს ყოველთვის უჭირთ რაღაც თანამედროვე ეპოქაში დანახვა გმირების და მე ვიტყოდი რომ დღესაც აი ჩვენი პატიმრები, ბიჭები, ახალგაზრდები, ქალბატონი ჟურნალისტი, მზიამაღლობელი, რომელიც პატიმრობაშია, ეს ადამიანები რო იბრძვიან თავისუფლებისთვის დღეს, ხომ? აი მათ სიტყვებს ალბათ წლების მერე, მათ თავდადებას, მათ ამ გამძლეობას, რასაც ახლა დღეს ისინი იჩენენ, წლების მერე ადამიანები რო წაიკითხავენ, იტყვიან რომ აი თურმე როგორი გმირები იყვნენო და დღეს რო ჩვენთან დადგა თითქოს და ეს პრობლემა, რომ დედა, მამა, მე ვფიქრობ რომ ერის უპატივცემლობა ამისი თქმა, იმიტომ რომ ჩვენი ერი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ რაღაც ამის სწავლება გვჭირდებოდეს.